ამასობაში Prime Video თავდაჯერებულად უყრის საფუძველს God of War-ის ეკრანიზაციას და ამას აკეთებს საკადრო გადაწყვეტილებებით. რაც კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს გრძელვადიან გათვლებს აღნიშნულ ფრანშაიზესთან დაკავშირებით. ფრედერიკ ტუა, The Boys-ის, ანუ ბიჭების, Fallout-ისა და ემიზე წარდგენილი შოგუნის, არ ვიცი შემისწორეთ, რეჟისორი კრატოშის შესახებ სერიალის პირველ 2 ეპიზოდს გადაიღებს. ფაქტობრივად, სწორედ ის განსაზღვრავს სერიალის ვიზუალურ ენას, რიტმს და ემოციურ ტონსაც. ტუა გახდა ის რეჟისორი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ზღვარზე მუშაობა. რაღაცა ძვირად ღირებული ბლოკბასტერისა და დრამატული ნერვის რაღაცნაირად შეხამება. სწორედ ეს ჭირდება God of War-ს, რომელიც მთელი თავისი მითოლოგიითა და ეპიკურობით რჩება ისტორიად საბოლოო ჯამში მაინც 2 ადამიანზე. გატეხილ ღმერთსა და მის შვილზე. ყოველ შემთხვევაში ბოლო 2 ნამდვილად ესეთია.